კარგად რო დაცხელდება. ჩვენი ძეთი გაცხელებულია მეგობრებო, მიხაკი დარიჯინი, პილპილი, ნიახურის თესლი, ვერ შეიძლება პოლჯე გააკეთო, დამჯდარი ხარ, ესე გაასტორე პექი მეგობრებო, აქ დაიჭირეთ და ესე. ათიათ ჯერ დაიწყეთ. საქსრების ტკივილი გაჩუქებს მეგობრებო, ძვლების ტკივილი, ან შეიძლება ადამიანმა ტრომვა მიიგებთ, იმ ტრომვის მერე ყველა ზამთარში ძვლების ტკივილი. აპტიაკებში მეგობრებო ქვეყანა კრემები იყიდება, რომელიც ზევიდან ერთხელ წაიწმებს, გაივლის ეს ტკივილი, მერე ისევე ესე. დამოკიდებული რო არ გახდე, დღეს 5 ინგრედიენტით, რომელიც თქვენ ჭამს, იგივე ინგრედიენტით მეგობრებო, შეგიძლია საქსრების ტკივილის საწინამდგო ძეთი გააკეთო საქსში. მაგას სჭირდება მარტო 5 ინგრედიენტი, რომელიც თქვენი სამზარეულოში უკვე არის. დაწერეთ მეგობრებო ინგრედიენტი, რომელიც სჭირდება. პირველი არის ნიორი, მეორე ინგრედიენტი არის მეგობრებო, მიხაკი დარიჯინი, მესამე ინგრედიენტი არის ჯინჯერი, მეოთხე ინგრედიენტი არის სეზამის ძეთი. ეს მთავარი ინგრედიენტია, სადაც ეს ყველაფერი წავა. ბოლო ინგრედიენტი არის მეგობრებო, ნიახურის თესლი. ნიახურის თესლი, დიახ მეგობრებო, ის ნიახურის თესლი, რომელიც შებერელობის დროს დაგეხმარება. ეს მაგარი საშუალებაა, რომ ანთების პროცესი, სადაც მიდის ტოპიურად, ანუ გარედანაც არის მაგარი, რომ გაგიარო ეს ტკივილები. 5 ინგრედიენტი თქვენი იცის, პლუს ვიდეოს ბოლოს გეტყვი ერთი ვარჯიში. ეგეთი მოხუცი ადამიანი, რომელიც ვერ დადის და ადგილზე ძის, ან წევს, არ შეუძლია სიარული ან ვარჯიში, მაგრამ აჩუქებს მუხლის ტკივილი. ხანდახან მაზი ეძახიან, მაზი უკვე აღარ არის, მუხლებში მაზი არ არის და მუხლი ტკივა, ამორტიზატორი ესე რო არის, ანთების პროცესი მიდის და ტკივილია. ართრაიტისის ტკივილები. ამ ძეთის მასაჟის მერე მეგობრებო, დაახლოებით 1 თვე თქვენ ყველა საგამოთ ღამე ძილის წინ გააკეთე, მაგარი შედეგი გექნება ნებისმიერი ძვლის ტკივილებში, ან თუ გაჩუქებს სპეციალურად მუხლის მაზის ნაკლებობა, ან მაზი აღარ არის, ეგეთი პრობლემები. ან სპორტსმენი შეიძლება ტრომვა მიიგებს, ვინ ვარჯიშობს, რაღაცა მოხდა, ეს საშუალება არის მეგობრებო, ნებისმიერი ტკივილის დამაკუჩებელი ძეთი. მოდი გავამზადოთ, მაგის ვადა არ არსებობს, გააკეთე, შეინახე ნებისმიერი დრო, ეს ვადა არ გავა მაგისი. მოდი დავიწყოთ გაკეთება. და ბოლომდე უყურე ვიდეო, რომ ბოლოს ვარჯიშიც ერთი სავსე დაახლოებით 200 მილიგრამი იქნებოდა მეგობრებო, აქ დავასკით ეს ამ ტაფაზე, კარგად რომ დაცხელდება ეს ძეთი, ჩვენი თავარი ინგრედიენტი მეგობრებო, ეს დამავიწყდა, მე მგონი დარიჯინი, მუსკატის დარიჯინი, რაღაცა ქვია მაგას ქართულად. ეს ინგრედიენტი მე დავითვალე მეგობრებო, ეს ძეთი, როცა გაცხელდება კარგად, მაშინ ყველაფერი უნდა აქ კარგად რო დაცხელდება. ჩვენი ძეთი გაცხელებულია მეგობრებო, მიხაკი დარიჯინი, პილპილი, ნიახურის თესლი, ნიორი და ჯინჯერი მეგობრებო, სოცხალი ჯინჯერი, რამოდენიმე ნატეხი, 5 ნატეხი, ეს არის 10 კბილი, ნიორი, ნიახურის თესლი 1 კოვზი, ეს ერთი დაახლოებით 20 ცალია მიხაკი დარიჯინი და ეგად დაახლოებით 10-15 პილპილი მეგობრებო. ყველაფერი ერთად, ნელ-ნელა ძეთში მეგობრებო. ყველაფერი ეს რასაც ჩვენი ძეთში წავიდა მეგობრებო, ეს არის ანთების საწინამდგოც არის და ჩვენი ნებისმიერი ამაგას სუნელებშიც ვიკენებთ, შიგნითაც ადამიანის ორგანიზმშიც როცა
ანთების პროცესი მიდის მაგის საწინააღმდეგოც არის. მუხლების ტკივილი, ნებისმიერი კუნთის ტკივილი, ქამარის რო ტკივა უკან, ზურგი ტკივილი, ნებისმიერი ადგილზე შეგიძლია გამოიყენო ეს ზეთი. მაგრამ მეგობრებო, ამ ზეთის მასაჟის მერე ჰაერი, ნიავი არ უნდა შეხვდე იმ ადგილას. იმიტომ ყოველთვის გამე გააკეთეთ და იმ ადგილას მერე თბილი ნაჭერით უნდა დააფარო. აქ მეგობრებო ნახე. თქვენ უნდა დაელოდო სანამ ნიორის ფერი შეიცვლება. სანამ ნიორი გახდება კავისფერი, მანამდე ეს ნელი გაზზე უნდა შეცვა ეს ყველაფერი. თავისი წვენი, ყველაფერის წვენი გამოვა ზეთში. ნელა დაიწყება ნიორის ფერის შეცვლა, როცა კავისფერი გახდება, მაშინ ეს უნდა ამოიღოთ ჩვენ გაზიდან და დაველოდოთ, როდის გაცივდება. ეს მზად არის ჩვენი მეგობრებო, ჩვენი ზეთი და მერე ეგეთი საწური. ნახე მეგობრებო, რამე კონტეინერში მერე ეს ზეთი შეგიძლია შეინახო. ვადა არა აქვს, ნებისმიერი დრო შეიძლება გამოიყენო, არ გაფუჭდება არადროს მეგობრებო, შეინახე შუშის კონტეინერში. სესამის ზეთი აქ რო არის მეგობრებო. კალციუმის ყველაზე დიდი ბუნებრივი ერთ-ერთი სორსია. ეს ზეთი ჩვენი მზად არის. ეხლა გაჩვენეთ მეგობრებო ერთი ვარჯიში, რომელი უნდა გააკეთო მუხლის ტკივილის დროს და მერე ზეთი გამოიყენე, მაგარი შედეგი გექნება. ერთი ვარჯიშია მეგობრებო, ყოველთვის უნდა გააკეთო, თუ გინდა მუხლის ტკივილი არ იყო. თუ დიდი წონა აქვს, ადამიანს ვერ შეიძლება პოლჯე გააკეთო, დამზდარი ხარ, ესე გაასტორე პექი მეგობრებო, აქ დაიჭირეთ და ესე. ათიათ ჯერ დაიწყეთ, მერე დაამატე. ყოველდღე. ესე. ესე მეგობრებო. იმედია მოგეწონა ვიდეო, გააძიარე მეგობრებში და დააფოლოვეთ არქიაბა კარგად.